გასული 4 ივლისის კვირას $658,000 მოიპარეს. ადგილობრივმა პოლიციამ ვერ დაადგინა მძარცველები ბანკში როგორ შევიდნენ ან როგორ გამოვიდნენ. კიდევ ერთი ძარცვა ამ კვირას. ეჭვმიტანილი კვლავ არავინაა. მესამე ძარცვა ამჯერად პენსილვანიაში, უილიამსპორტში. ძარცველის ხელწერა იგივეა. მოუხელთებელმა მძარცველმა ისევ შეძლო. ბოლო 6 წლის მანძილზე მერვე ძარცვაა და პოლიციას ეჭვმიტანილი წარბავს. კეთილსინდისიერი ქურდი. გამარჯობა. გამარჯობა. შენერია. მაინტერესებდა დასახმარებლად როდის მოვიდოდა ვინმე. მე არა. შესანახი ადგილი მჭირდება იმ ხარახურისთვის, რომელიც სინამდვილეში არ მჭირდება. მაგრამ მოშორების მაინც მეშინია. სხვათა შორის ჩემს ბარგს თუ გაითვალისწინებ, 2 ფარეხიც დამჭირდება. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დიდი და აყროლებულებია. აყროლებული გერჩევნია? ხო, ვის არ ურჩევნია. ეს კარგად გამოიყურება. ხო, ნება მომეცი. მადლობა. აქ ვშაობ? კი. კი. თუმცა უფრო ანაზღაურებად ბიბლიოთეკას ვეძახი. კოლეჯში სწავლობ? რა არ გავარ? მაგისტრატურა. 3 სემესტრი გადამრჩა. ძალიან კარგია. მოდი გამოვიცნობ. ფარეხი გინდათ. დიახ, თუ შეიძლება, სუფთა მირჩევნია. კარგი, მოდი ვნახოთ რა მაქვს. მაგრამ ჯობია, ადგილები გავცვალოთ. დიახ, მოდი შევკაცრავად. კარგი. ფორმა შეავსეთ და სახელი დაწერეთ. ტომი. ტომი. ჩვენ პატარა, საშუალო და დიდი გვაქვს. ქალაქში ახლახან გადმოვედი, ბევრი არაფერი მაქვს. საშუალოც მეყოფა. ფორმაში თქვენი სახელი დაწერეთ. ენი. ენი. კარგი. ესე იგი საშუალო და აყროლებული რომ არ იყოს. 1 წლის შემდეგ. როგორ შემოხვედე? უკანა კარი ღია იყო. გარეთ იყიდება რომ აწერია. მაგ შემოსვლის უფლებას არ გვაძლევს. თუ შემაპარვის. ხო, შეიძლება. ხომ იცი რომ პატარა ეშმაკობები მომწონს, მაგრამ აქ რას ვაკეთებთ? მოგწონს? მომწონს თუ არა? ჩემი აზრით საყვარლობაა. ჩემი ბავშვობის სახლს მახსენებს. ხო, ვიცი. ისე შეღებო არ აწყენდა. იქნებ ყვითლად. ყვითლად. და ნიუტონი ძალიან კარგი უბანია. ბევრი კარგი რესტორანი და პარკია. და გამიგია რომ ძალიან კარგი პოლიცია ყავთ, ასე რომ
წასვლის დროა. ო, მეც გამიგია. კარგ ფას თუ შევთავაზებ, იქნებ დაგვინდონ. მოიცადა. ბოდიში რა? რა თქმა უნდა, თუ გინდა ჩემთან ერთად გადმოსვლა. შენ ახლა მეღადავები? სულაც არა. უკვე 1 წელი გავიდა ძვირფასო. 1 წელი. არა ჩვეულებრივი. გადასარავი წელი იყო. უბრალოდ არ ვიცი. განქორწინების მერე არავისთან მიცხოვრია. და არ მინდა იგივე გადავიტანო. საჭირო არ იქნება. პირდები. მართლა ლამაზი სახლია. ესე იგი, ეს ნიშნავს კის? შეგიძლია. შეგვიძლია ეს ვიყიდოთ. რაღაცეების მოგვარება მომიწევს, მაგრამ კი, შეგვიძლია. კარგი. კი. ნენი. კიდევ რაღაც უნდა გითხრა. არა. ამაღამ არა. ეს გოგო ისედაც საკმარისად გაახურა. მერე შეიძლება. გამომართვი. გონი ძაღლის ნამდვილი საჭმელი უნდა გიშოვო, არა? როგორი მოგწონს? ეგ ტერეზა ზაღლი არა, იყო. რას გულისხმობ? დავშორდით, ოფიციალურად. მას სახლი შეხვდა. ეკი ტაზი გინდოდა მაინც. მისი წეული ადვოკატი ყველაფერს ითხოვდა, სააღწორ მანქანას, ჩვენ რამდენიმე აქციასაც. ხოდა მეც დავივიწყე ყველაფერი, რაციონალური მოსამართლის შეხვდა, ყველაფერი შუაზე გაყო სახლის და ძაღლის გარდა. ფედერალური ბიურო, რიდა გეხმაროთ? მე მოუხელთებელი მძარცველი ვარ. მინდა ჩავბარდე. ხო, დაიცადეთ. FBI სპეცაგენტი სემ ბეიკერი, რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე მოუხელთებელი მძარცველი ვარ, მინდა რომ ჩავბარდე. ერთი წამი დამელოდეთ. კიდევ ერთი ტიპი აღიარებს. მაგარი პოპულარულია, ალბათ. ტრენდულიცაა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს. კარგი, ჯერ სახელით დავიწყოთ. შეგიძლიათ ტომი დამიძახოთ. ტომ კარტერი. კარგი. ტომ კარტერ, მითხარი თქვენი საქმიანობის შესახებ.
სულ ახალ ამბებში ვარ. ჩვენი ვრად იცით, რასაც ვაკეთებ. მაინც მითხარით, 12 ბანკი გავძარცვე 7 შტატში. ნაღდი ფულით 9 მილიონზე ოდნავ მეტი ფული მაქვს და არავინ იცის ვინ ვარ. მაგას რამდენი ხანი დასჭირდა? დაახლოებით 8, მაგრამ ერთ წელზე მეტია არაფერი გამიძარცვავს. კარგი, რა მისამართზე შემიძლია რომ გნახო? გარიგება მინდა. გარიგება? რა გარიგება? მოპარულთან ხას მთლიანად უკან დაგიბრუნებთ. შემცირებული საჟელი სანაცვლოდ. მინიმალური დაცვის ციხეში. ბოსტონთან 1 საათის სავალი რომ იყოს. სტუმრების მიღების უფლება უნდა მქონდეს. კარგად დაგიგეკმავს. ეს მნიშვნელოვანია. ასეთი მნიშვნელოვანი რა არის? მე ქალი გავიცანი. ჭკვიანი, ზრუნველი, მოტივირებული, ხუმარაა. მასში ყველაფერი მიყვარს. დარჩენილი დღეები მასთან ისე მინდა გავატარო, რომ ტყუილით გამოწვეულმა დანაშაულის გრძნობამ არ შემჭამოს. როგორც ჩანს, საოცარი ქალია. არის კიდეც. და ჩემთვის ის ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანია. აბა, შევთანხმდით? ეს ასე არ გვარდება, მეგობარო, თუმცა რეკომენდაციას ნამდვილად გაგიწევ თუ ნამდვილად მოუხელთებელი მძარცველი შენ ხარ. რას ნიშნავს თუ? მომისმინე. 10, 15, შეიძლება მეტმატებმა დარეკა და იგივე თქვა რაც შენ. გონიათ, ვიგონებ? პირველი არ იქნები, სიმართლეს ვამბობ. მოუხელთებელი მძარცველი მე ვარ. თუმცა ძალიან არ მომწონს ეს რომ შემარხვით. ჩემი მრალი არაა. კარგი. სად გნახო? ჩარლსტონის სასტუმრო. ოთახი 216. კარგი ადგილია, ხვალ გამოგივლი. აქ ვიქნები. ქალი გაიცნო. საწოდავი. კიდევ ერთი აღიარება ამ მძარცველობაზე. დეტალები აქაა, შეგიძლიათ შეამოწმოთ. რა თქმა უნდა. აუცილებლად უფროსო. ენი ძვირფასო. გამარჯობა. დაუგლიჯე. რა დაგლიჯე? გამოცდები. ხო, ფანტასტიკურია. ვიცოდი რომ ასეც იქნებოდა. რა იყო? რას გულისხმობ? შენი ხმა მესმის. თითქოს რაღაც რეგზე ვერაა. თერაპევტი ვითლაპარაკობ. თითქმის გავხდე კიდეც, თუმცა შენი არა. ვიცი. ხო და აბა, რა ხდება მაგ შენს ტვინში? ცოტა დაკავებული ვარ სულ ესა. რითი საქმით? სეიფების შეკეთებისთვის ცოტა გვიანი არაა? არა, ჩემს ზედა სახლში სააბაზანოში. წყლის მილი გასკდა და ჩემი ოთახი დატბორა. სასტუმროში გადასვლა მომიწია. არა უშავს, ისინი იხდიან. ხო? სად გაგიშვეს? ჩარლსტონის სასტუმროში. ცუდი არა. იქნებ მოვსოლიყავე. $5 ღვინა მაქვს. შეგვიძლია აღვნიშნოთ. მაცდორია, მაგრამ ძალიან დაღლილი ვარ პატარა. დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? ენი? ხო, ჩემო სიყვარულო. შენი თვა მაყობა. მადლობა. გამარჯობა. გამარჯობა. ოთახის დასუფთავება? არა, მადლობა. დღეს არა. გთხოვთ. მადლობა. ამას ვერ იზამ. დაზის ვჭირდები. ტერეზა. შვენი ვრა და
არა. შენით გაიგე მოსამართლემ რაც თქვა. არჩევანი გააკეთე, გარიგება ასეთი იყო. ახლა ჩემი ძაღლია, კარგად იყავი. ვერ დავაბრუნებ. სპეც აგენტი მეირსი. რით დაგეხმაროთ? აგენტი ბეიკერი მოვითხოვე. გასულია, როდის დაბრუნდება? არ უთქვამს. შეტყობინება გინდა დაუტოვოთ. ტომ კარტერი ვარ. წინა დღეს ველაპარაკე. ხო, მართლა. მოუხელთებელი მძარცველი. ძალიან მინდა რომ ეგ აღარ დამიძახოთ. შემიძლია მოვითხოვო. რა სახელი გირჩევნია მეგობარო? არ ვიცი, მოუხელთებელი ძალიან იაფასიანი, არაპროფესიონალური სახელია. ჩემი ნახელავი ყოველთვის პუნქტუალური სუფთა იყო. სუფთა მგონი დაკავებულია. პუნქტუალური გაწყობს? პუნქტუალური მძარცველი. სასაცილოა. ისმინე, რაღაც საქმე გამოუჩნდა და 2 დღეა გელოდებით. 2 დღე როდის მოვა? დამაცადე დავამთავრო. რაღაც საქმე გამოჩნდა, მაგრამ 2 კარგ აგენტს გადასცა შენი საქმე. ისინი როდის მოვლენ? დარწმუნებული ვარ ძალიან მალე. ბედნიერ დღეს გისურვებ, ბატონო კარტერ. საკმარისია. სპეცაგენტი ჰოლი, ეს სპეცაგენტი ნივენსია. ძარცველი შენ ხარ? მე ტომ კარტერი ვარ, დიახ. არ მესმის, ცდილობ პატიოსნად ვაღიარო 9 მილიონი გადმოგცეთ. გმირებად გამოგაჩინო და თქვენ არ გჯერათ? საწყენი არაფერია. გჯერა რომ შენ გჯერა 9 მილიონი რომ გაქვს. მოდი ასე ვცადოთ. ისეთი რამე მოგვეცე, რაც ინტერნეტში არ წაგვეკითხავს ან YouTube-ზე ვიდეოში არ გვინახავს. ძარცვის კონკრეტული დეტალები, რომელიც მხოლოდ შენ იცი. კარგი. 12 ბანკი. თავარია სწორი ბანკის სწორ დროს შერჩევა. პატარა ქალაქის ბანკებს ვირჩევდი, რომლებსაც 1950 წლამდე გამოშვებული სეიფები ჰქონდათ. ახალი მოდელების ჩამკეტი მექანიზმები გაცილებით რთული ასაფეთქებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იყო ბანკს საერთო კედელი ჰქონოდა თავისუფალ შენობასთან. ძარცვის თარიღებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ ყოველთვის პარასკევს შევდიოდი, როდესაც სამდღიანი სადღესასწაულო დასვენებები იყო. ბანკში სავენტილაციო სისტემით შევდიოდი. რკინის კარების გახვედას მოთმინება და მყარი ხელები ჭირდებოდა. ამას ვერ დავაჩქარებდი. ასაფეთქებლად ბუშტებში ჩასხმულ ჟელატინს ვიყენებდი. ეს თითქმის ყველა ხრახნს აფეთქებს. ჩემ კვალს კედლის გადაღებით ვფარავდი. ბოლოს ისეთი შტაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს იქ არც არასდროს ყოფილ ვარ. საინტერესოა. დაუშვათ დაგიჯერეთ. ფული სად არის? ჯერ თავარს მივხედოთ. გარანტიები მჭირდება. რა თქმა უნდა, გარიგება. ხო. მინიმუმი დაცვა ბოსტონთან ახლოს, სტუმრის მიღების უფლებით. კარგი. ალბათ ჯობია წავიდეთ. ხო, რა? სად მიდიხართ? კარგი ისტორია და შევეცდებით ფაქტები დავადასტუროთ, მაგრამ სამხილის გარეშე გარიგებაზე არავინ წამოვა მეგობარო. ფული. ზუსტად. ავრორა საწყობი. აქედან დასავლეთით რამდენიმე მილის მოშორებითაა. ფარეხი 173. წავედით. მადლობა ბატონო კარტერ, მაგრამ გასაღებს გამოგართმევთ. ჩვენით ვნახავთ. მე არ უნდა წამიყვანოთ? არა, აუცილებელი არაა. დაბრუნდებით. თქვენ არ საწახვიდეთ. შენი აზრით ეს ქალბატონი ნამდვილია თუ გამოგონილი? ფულის მსგავსად? სიყვარული უცნაურია ძმაო. მისმინე, მეგონა ქორწინებამდეც ვიცოდი ჩემი ცოლი რამდენად მიყვარდა, მაგრამ ეგ ჩემი ორი ბიჭის სიყვარულთან ახლოსაც ვერ მოვა. ამობაში რაღაც განსხვავებულია. ეგ უბრალო კლიშე არაა? რას გულისხმობ? არ ვიცი. აშკარად ყველა მამა იმას გაიძახის, რა მაგარია მამობაო. ამბობენ ნეტა ადრე გაგვეკეთებინა ეს. ასეთი კარგი რამ არაფერი გადახდენიათ თავს. არ მჯერა ძმა მგონია რომ ცდილობენ მეგობრებსაც 1-2 ბავშვი გააგდებინონ, რომ მერე ვინმესთან ერთად იარონ ბავშვის ფეხბურთის მატჩებზე. ყვერების მოჭრაზე არ გიფიქრია? გონი არ გაწყენდა. ხო, არა, მაგას ვერავინ მომაჭრის. არ მორჩით? ჯონ. გონის გოგო მართლა არსებობს. და გასაოცარიცაა.
ნამდვილს გავს. ნაბიჯვარი სიმართლეს ამბობდა. მანქანა მოიყვანე. საბარგული გახსენი. რას ვაკეთებთ? მოპარულ ქონებას ვართმევთ. როგორც სამხილს? არა. პირადი საპენსიო ფონდისთვის. გაგიჟდი? ამას ვერ ავიღებთ. ისენო იქცევით თითქოს პირველი შემთხვევაა. ხო. ეს სხვა სიტუაციაა. რანაირადაა სხვა. მისმინე. გინდ ფულის გამთეთრებლისგან მოგიტეხია ფული და გინდ არალეგალური კაზინოსგან. ერთი და იგივეა. რა განსხვავებაა? მე ვფიქრობ 9 მილიონი მეტის მეტია. მართალი ხარ? ჩავაბაროთ არა? რამდენიმე წელი სამხილად იდება, სანამ ამ ტიპის სასამართლოები იქნება და ვინ გამტიტრდება? ადვოკატები. მანამდე კი მე და შენ ყოველდღე ვიმუშავებ სიცოცხლეს საფრთხეში ჩავიგდებ და რისთვის? რომ გადავრჩეთ? ასე უბრალოდ არსებობა მოგწონს? ხელი მაგ საქმეზე მოვაწერე. ძალიან რაინდულია მეგობარო. მანქანას სამკერდე ნიშანს და იარაღს თავს ნუატყუებინებ. ისინი შენ არ გეკუთვნის. დიდი ბიძიასია, რომელიც მეც და შენს გფლობს და როცა გაგვათავისუფლებს, რა დაგვრჩება? მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს არ გაგვივა. კარტერი მაშინვე ჩაგვიშვებს. ჩაგვიშვას. ვიღას გიჟს დაუჯერებენ თუ ჩვენ? იმ სიყვარულის ისტორიაზე არავინ წამოეგება, ძმაო. სამხილი სად იქნება? ესეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გვექნება. იდეალური ვარიანტია. შეიძლება ციხეში ჩაგვსვან. მისმინე. სამყარო მძღვირწინ, ჩემოდნებით ფული დაგიგდო. ფული, რომელიც არავის ეკუთვნის. იმისთვის საკმარისი, რომ გადასახადებზე არ ინერვიულო. ან იმაზე შენ ბიჭებს სასწავლებლად გაუშვებ თუ ვერა, მხოლოდ ის გადაგრჩენია. მოკიდო ამ ფულს ხელი, აიღო. და შენი ოჯახის გმირი გახდე, ბიჭო. არჩევანი შენზეა. კარგი. ბოდიში. გამარჯობა. გამარჯობა. აქ მენეჯერი ვარ. დაცვის კამერაში დაგინახეთ. ვერ გიცანით. მე პიტი ვარ. ეს მარიოა. როგორ ხართ? გამარჯობა. ტომის მეგობრები ვართ. ამ ფარეხს ის ფლობს. კი, ტომს ვიცნობ. თვითონ არ მოვა. არა, მაგრამ გასაღები მოგცა. დაკავებულია, გადადის. გადადის? ჩამოშვებული წყლის გამო. დიახ. ხო. თხოვა და ჩვენ მოვედით. ერთად მუშაობთ თუ? არა. ძველი სამსახურის მეგობრები ვართ. მაიცადეთ, ჯარში ერთად მსახურობდით? სემპერფაი. გაუმარჯოს. კარგი. ჯარისკაცება თუ რამე დაგჭირდათ, გამაგებინეთ, კარგი? კი, აუცილებლად, მადლობა. ხომ არ ვთქვამ, სად გადადის? ნიუტონის სახლში? კი, მგონი ეგრე თქვა. კარგი. დაკეტვა არ დაგავიწყდეთ. თავს გავაფრთხილდით. კომპანიის სახლია? ოდესღაც იყო. ამ უბნებში აღარავინ დადის. წამოდი. მოფსმა გინდა? პისი გინდა რა? კარგი. წამოდი, მალე შენი ციარულის სწავლა მოგიწევს. როგორც ჩანს ვიღაცას ეჩვევი. ყოფილს ჯობია. ხო, შენმა მეგობარმა ტომ კარტერმა დარეკა. ახლა რა უნდოდა? მეც სახელზე წუწუნებს და მისი დაპატიმრება არავის უნდა. ჰოლი და ნივენსი არ წავიდნენ?
ალბათ იმ თავობას ეკუთვნიან ბრძანებების შესრულება ნებაყოფლობით რომ გონიათ. გარეთ შეხვდები. უნდა მივაფსა. კარგი პრობლემა არა. ამდენი ხანი სად იყავით? იპოვეთ? ვიდე. სადაც თქვით იქ იყო. მოდი ვილაპარაკოთ. აბა? გარიგება გვაქვს? დავიგეთ რომ ჯარში მსახურობდით. საზღვრებს გარეთ რამდენჯერ იყავით? რამდენჯერმე? ეს ცოტა სახიფათოს ხდით არა? ხელთათმანები რა გინდათ? მოიცა. აიღე, ჩემით გნებდებით. აიღე მეთქი. ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. დათვალეთ? ფული. დათვალეთ? რომ დამეთვალა რა მოხდებოდა? მილიონზე გაჩერდებოდით. ყოილია. ვიფიქრე რომ კოზერი არ მაწყინდა. როგორც ჩანს არ შევწდი. 3-იც ბევრი ფულია. ხო, მაგრამ 9 უკეთესად ჭირს არა? კარგი, დავუშვათ მართალი ხარ. დანარჩენი 6 სადაა? ვინმე ელოდები? სპეცაგენტი სემ ბეიკერი, FBI, გააღე კარტერ. როგორ მოვიცეთ? კარგი გააღე. ერთი წამით. ხუთი წუთი გაქვთ და დრო უკვე ჩაერთო. გააღე კარი. კარი გააღე კარტერ. კარგი მიდი. აქ ხართ? უბრალოდ შემომიშვი. 9 მილიმეტრიანი რად გინდათ? რა ხდება? წადი გაიქეცი. წადი. ესროლე. თავი დაწიე. ჯაჯაკი.
აქ რას აკეთებ? შენს ანახავად მოვედი. ვინ გვესვრის? FBI. FBI. ვერ ვიჯერებ რომ ბეიკერს ესროლე. სისულელებს მოეშვი. გაიგე? გამოფხიზლდი. Carter did. ბეიკერს მე კი არა, კარტერმა ესროლა. What are you doing with that? That's ეგ რა გინდა? ეგ სამხილია. Took my save. ჩემი კარტერმა წაიღო. იარაღი გაქვს? ჩემი არა. რა ჩაედინეთ ამ? მითხარი რა გააკეთა? გეტყვი, ბერდები ენი. მაგრამ ჯერ ეს მანქანა უნდა გადავაგდოთ. ეს შენი ჯიპია. უკვე აღარ. There he is. აი ისიც. Anything? შორს ვერ წავიდოდნენ. შემიძლია გიხსნა. მოუხელთებელი მძარცველი. ერთ წელზე მეტია ბანკი არ გამიძარცვავს. შენი გასმების შემდეგ წითელზეც კი არ გავსულ ვარ. ახლა ხანს მანქანა მოიპარა. კარგი, დღემდე არაფერი გამიგეთებია. ნამდვილი სიგეჟია. მისმინა, უნდა ჩაბარდა. ამას ვცდილობდი. შენთვის ამის თქმა მინდოდა, მაგრამ To tell you, but გამბედაობა არ მყოფნიდა. მოიცადე. პირველი სიურპრიზი ნიუტონში ერთად გადასვლა იყო და მეორე იმის აღიარება, რომ ბანკის მძარცველი ხარ.
ვიფიქრე, რომ ერთად ცხოვრების შანსი თუ მინდოდა, რომ ქონოდა, რაც წარმოდგენაც არ გაქვს, ისე მინდა. ფედერალებისთვის და შენთვის სიმართლე უნდა მეთქვა. და იფიქრე, რომ პრობლემა არ მექნებოდა. იმედი მქონდა, რომ ჩემ ამბავს რომ გაიგებდი, გაგებით მოიკიდებოდი. ორივემ ვიცით, რომ ერთად კარგად ვართ. ეგ იქამდე სანამ გავიგებდი, რომ ქორდე ხარ. უკვე აღარ ვარ. ჰაერი უნდა ჩავისუნთქო. მანქანა გააჩერე ტომ. კარგი. რამდენი კაცი ყავს მოკლული? არც ერთი. ჯარშიც კი არა. ბომბებს აკეთებდი, ბომბები ხალხს კლავს. არ ვაკეთებდი, ვანეიტრალებდი. თელი ეს დრო მატყუებდი. არ გატყუებდი ენი. უბრალოდ რაღაცებს არ გეუბნებოდი. ვიფიქრე, გავჩუმებულიყავი და ფული დამეტოვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს საიდუმლო მეზზა ჩვენ ურთიერთობასაც შიგნიდან შეგვჭამდა. ესე იგი სახლის ყიდვას მოპარული ფულით აპირებდი. არა? ფული ჯარიდან მქონდა გადანახული. და სეიფების ბიზნესი. ნამდვილი სამსახურია. კიდევ რას მატყუებდი? არაფერს. არაფერს. იცი, ჩემ ბინაში წყალი არ ჩამოსულა და შენი გაკეთებული ნამცხრები არ მომწონს. სახლის შეღებვაზე დაგთამხდი, მაგრამ ყვითელი ფერი მეზიზღება. ძალიან. საღებავი. ნამცხვარი. წყლის ჩამოშვება. მაგას არ გეკითხები. ახლა ვცდილობ გავიგო პათოლოგიური მატყუარა ხარ თუ სოციოპათი. არც ერთი. რატომ? ბანკებს რატომ ძარცვა? სანამ ვიღაც სხვის ომში ვიბრძოდი, დედაჩემი პნევმონიით მოკვდა. რომ დავბრუნდი, მამაჩემი მის ნახევარიც არ იყო, რაც დავტოვე. დეპრესიაში იყო, მარტოსული იყო. ძალიან ენატრებოდა. 35 წელი მილების წარმოებლის კომპანიაში შემდუღებელი იყო. მათ თავი შეწირა. მაგრამ ბოლოს ყოველდილით ადრე ადგომის მოტივაციის პოვნა უჭირდა. პროდუქტიული აღარ იყო და გაანთავისუფლეს. მაგრამ უარესი ისაა, რომ კომპანიის დირექტორმა თანამშრომლების საპენსიო ფონდი გაფლანგა. მამაჩემს პენსიაზე უარი უთხრეს. ადვოკატებთან მუშაობის და ბრძოლის თავი აღარ ჰქონდა. მაგის მაგივრად თავისი შევროლეტით საათში 60 მილით მუხის ხეს შეეჯახა. მოცურების ნიშნები არ იყო. ერთი თვის მერე იმ ბანკში შევედი, სადაც უფროსი ფულს ინახავდა და $658,000 მოვიპარე. იმაზე მეტი, ვიდრე მამაჩემმა დააგროვა. იქიდან 1 ცენტიც არ დამიხარჯავს. მაშინ რატომ არ შეწყვეტა? საქმე ფულში არ იყო. უბრალოდ კარგი გრძნობა იყო. ნაღმების ამოღებას გავდა, როდესაც არ ვიცოდი შემდეგ ნაბიჯზე მოვკვდებოდი თუ არა. ეს თავს ცოცხლად მაგრძნობინებდა. შემდეგ კი შენ გაგიცანი. რაღაცნაირად შენს იგივე გრძნობა გამიჩინე და მეც დავჩერდი. ჩემს გამო გაჩერდი. კი.
შენთან რაც უფრო მე დროს ვატარებდი, მივხვდი, რომ ფული და ადრენალინი კი არა, სიყვარული მჭირდებოდა. და ამას შენთან გრძნობ. და ბედნიერი ვარ. სულ ესაა. უნდა წავიდეთ, კარგი? გადი. სოდიში მეგობარო. ასე არ უნდა მომხდარიყო. მაგრამ გვირდები დამნაშავეს აუცილებლად ვიპოვე. ნივენსი და ჰოლსი სად არიან? ტიპი, რომელსაც ეჩხუბებოდი. ხო. ეგ და კიდევ ერთი ტიპი შენსაც ყოფში ვნახე. გარიგების სანაცვლოდ ფულს ვაძლევდი, მაგრამ იმ ორმა ფული მოიპარა და ჩემი მოკლაცადა. უარესი ისა, რომ სროლის ხმა რომ გაიგე, სხვა აგენტი მოკლეს. დარწმუნებული ვარ, რომ მე დამაბრალებენ. დარწმუნებული ვარ. შენი სიტყვა მაწინააღმდეგს. არც ერთი მოსამართლე არ დამიჯერებს და მათი თანამშრომლის მოკვლის შემდეგ მთელი ფედერალები მიამეკიდებიან. და სანამ არ მიპოვნიან არ მოისვენებენ. ჩემთან თუ დარჩი, როგორც თანამზრახველს ისე გაგასამართლებენ. მაგის უფლებას არ მივცემ. შემდეგ მოსახვევშივე ჩამოგსვამ. 5 წუთი დაიცადე და პოლიციაში დარგე. უთხარი, რომ მანქანაში იზოლები ჩაქვსი, როგორც მძევალი, მაგრამ ჩემი წინააღმდეგე და გაიქეცი. არა, პოლიციას არ მოვატყუებდა. ქალაქიდან რაც შეიძლება შორს უნდა წახვიდე. ავტობუსში ჩაქვსვამ. ავტობუსში? რომ მოვედით, ბეიკერი უკვე მკვდარი იყო. როგორც კი შევედით, კარტერი თავს დაგვესხა. მზად უნდა ყოფილიყავი, მაგრამ მოულოდნელობისგან გამოგვიჭირა. მერე რა მოხდა? მერე ჯიპში ჩაჯდა. ქალთან ერთად იყო, მაგრამ კარგად არ დამინახავს. შენ? საწყობშიც არაფერი იყო. უსარგებლო ნივთები. თუ იქ ფული არ იყო და ეს ტიპი მორიგი შეშლილია, მაშინ სემ ბეიკერის კარზე დაგაკუნება და მისი ცოლისთვის ამის თქმა რატომ ამიწია? კარტერს გითხეთ. თუ სხვა აგენტის მოსაკლავად მზად არიან, მე და შენ რაღაც გვიზამენ. ადამიანს ასე არ უნდა მოექცა. ვიცი, ენი, ვიცი. ამას არ ვიმსახურებ. რომ ჩახვალ, ქალაქიდან მოშორებით გაჩერდი. სასტუმრო, მოტელი, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ნახტ ფულს იღებდნენ. ნამდვილი სახელი არ უთხრა. რომ მოეწყობი, დასარეკი აპარატიდან დამირეკე. ენი, ჩემ საქმიანობაზე ყველაფერი მოგატყუე, მაგრამ გრძნობებზე და სურვილებზე არა. პირველივე დანახვისთანავე შეგიყვარე. ეს არასდროს შეიძლება. რაც არ უნდა მოხდეს. შენს წინადადებას რომ დათანხმებულიყვნენ, დაგელოდებოდი. ასე მგონია, რომ ვეღარასდროს გნახავ. ნახავ, გვირდები. წამოდი. ჩემთან ერთად წამოდი და წამოდი, ყველაფერი გვაქვს, რაზეც ვლაპარაკობდით. იქნებ ნიუ-იორკში, არ ვიცი, იქნებ... ენი, არ შემიძლია, ეს უნდა მოვაგვარო. კარგი. კარგი. მაშინ დაამტკიცე, ტომ. დაამტკიცე, რომ ის კაცი არ მოგიკლავს.
ჩვენ კარტერის ანაბეჭდები ავიღეთ სასტუმროდან. მისი ნამდვილი სახელი ტომას ჯეიმს დოლანია. ყოფილი თაღლითია? არა, სუფთა. სამხედრო ჩანაწერებიც ვნახეთ. ყოფილი ჯარისკაცია, ნაღმების ექსპერტი, რაც მის ცოდნას ასაფეთქებლებში ხსნის. მაგრამ ჯარიდან 9 წლის წინ წამოვიდა. თუ ისა მზარცველი პირველი ბანკის გაძარცვამდე, ესე იგი მოქალაქე იყო. ჩემი აზრით კი ჩემს მზარცველზე ბევრს კითხულობდა და დანარჩენი პიტი ესე იმ გააკეთა. გიჟის შტაბის წლება დაგიტოვა? კი. და ქალი? რა ქალი? სასტუმროს კამერამ დააფიქსირა, მანქანიდან პირადობა ამოვიღეთ. რამდენიმე წლის წინ ქმარს გაიყარა, მას შემდეგ რაც მისმა ქმარმა ქონება თამაშებში გაფლანგა. თუ მის ყოფილს და ახლანდელ პარტნიორს გავითვალისწინებთ, კარგი გემოვნება არ აქვს. მაგრამ მე ბიზერა მეთქმის. არავინ იცის ამ საქმეში რამდენადაა გარეული, მაგრამ რაღაც მაინც უნდა იცოდეს. უნდა ვიპოვოთ ეს ქალი. რა ქვია? ენი ვილკინსი. მოძებნით. ენი. კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. ხომ გითხარი ჯეხორიდან და გერეკა? ნიუ-იორკში ხარ? დაცვის კამერამ დააფიქსირა ის ორი FBI-დები. საწყობიდან ყუთებს როგორ იღებდნენ და მანქანაში დებდნენ. ეს დაამტკიცებს, რომ ფული მოიპარეს. შეიძლება, მაგრამ რა იცი რომ კამერაზე არიან? ენი, სად ხარ? სამსახურში. ავტობუსიდან ჩამოხვედი. ჩანაწერის განახლება ყოველ 48 საათში ხდება, უნდა მოვსულიყავი. მომისმინე. ხო, ყურმილი დაკიდე და ახლავე წამოდი მაგედან. 911 გთხოვთ დაიცადოთ. სასტრაფოა. გთხოვთ დაიცადოთ. ენი, აი სად ყოფილ ხარ? შენი შეყვარებულიც აქაა? ჩემი შეყვარებული არ არის. გასაგებია. უბრალოდ ბანკებს ძარცვავთ ერთად? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. სადღაც 6 მილიონი აქვს გადამალული, ხომ არ იცი სად? შენ მალავ? იქნებ რომელიმე სხვა საწყობია. ამის მეხსიერების ბარათი სად არის? ამის ქვეშ? არა. არა. ამის მოსმენა არ მინდოდა. სად არის? აქ არის? არა. მანდ არ არის. არა? მარჯვენა უჯრაშია. აქ? In here? ხომ იცით, ოილი არ გარგებს. It's not gonna turn out well. რა ხდება? მოწმე იყო. იყო? მკვდარია? არა, არ არის, მაგრამ ახლა მოკვდება. გაჩერდი. ხალხს ასე უბრალოდ არ უნდა ისროლო. გონი მკვდარია. გონი? პულს ვერ ვგრძნობ. კამერების ჩანაწერები უნდა ვიპოვოთ. ალბათ მას აქვს. აღარაფერ შეეხო. You take care of that, I got this. შენ მაგას მიხედი, ამას მე მივხედავ. დარწმუნებული ხარ, რომ ჩანაწერი არის? არ ვიცი, უნდა იყოს. აქ არ არის. უნდა წავიდეთ აქედან.
მერთა. ენი გამოფხიზლდი, ენი. Help! დახმარება მჭირდება. ხო, დამეხმარეთ. საკაცე მოიტანეთ. რა მოხდა? არ ვიცი, თავი დაარტყა. კარგი, წვეთოვანი დაუდგით. საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება. წავედით. ბატონო, ინფორმაცია მჭირდება. პაციენტის სახელი. ბატონო, პაციენტის სახელი. ვილკინსი, ენი ვილკინსი. რაზე აქვს ალერგია? როგორც ვიცი, არ აქვს. თქვენ ვინ ხართ? მე დაშავებული ხართ? არა. ჩემი სისხლი არ არის. მადლობა. ბატონო. გამოძიების ფედერალური ბიურო, ვისთან დაგაკავშიროთ? ჯანდაბა, მე იარსია. ნივენს, დოლან, თქვენ გირეკავენ. ადგილის დადგენას უკვე ვცდილობთ. კარგი, დაგვაკავშირეთ. ცადე ჩაგვარებოდით. 3 მილიონი მოგეცით. რაზე ამბობ? ჩემი შეყვარებული, რატომ? ის არაფერ შუაშია. შეყვარებული? დამაბნიე მეგობარო. გესმის? დოლან. აგენტო ნივენს. ვერ დამემალები. ამ ტიპის გჯერა? შენ საქციელს უფრო ვერ ვიჯერებ. მართლა? მამაც ორი იდეები დაივიწყე. ამ საქმეში ერთად ვართ. მიაგენით? არა, დრო არ გვეყო. მაგრამ პოლიციამ გრეისის საავადმყოფოში შეამჩნია. მოპაროლ ფურგონშია. იქ მისი შეყვარებული მიიყვანა. რა დაიმართა? არ ვიცი, მაგრამ ახლა მასთან მივდივარ. ეჟვიდანილი დავინახე ღია ლურჯი ფორდ ეკონოლინია, ნომერი 17, ლინკოლნზე მივყვები. ავე კიდე მას მივყვები. მარჯვნივ შეუხვიე. დავკარგე, ლინკოლნის დასავლეთით მიდის. ჯანდაბა.
შენ, ჩემი პარტნიორი მოკალი, შენ ნაბიჯვარო. ცდები. არასწორად გაიგე. არ გინდა. ბეიკერი მე არ მომიკლავს. ნევენსმა მოკლა, მან ესროლა. და შემდეგ ჩემ მეგობარ გოგონას თავს დაესხა. არც ვიცი სოცხალია თუ მკვდარი. საავადმყოფოში ნივენსის გამოვა. მილტონის საწყობში დაესხა თავს. და ეგ რატომ გააკეთა? სამხილი აქვს მის საწინააღმდეგოდ. ხომ გინდა სწორად მოიქცე? იარაღი დადე და ჩემთან ერთად წამოდი. ამას სამართლიანად გააკეთებ. სიმართლეს გავარკვევ, სიტყვას გაძლევ. რა ქვია? მეიერსი. ტელეფონზე შენ გელაპარაკე არა? კი. კი. რას ფიქრობ თო? ყველაფერს გამოვასწორებ. ჩემი გზით. ნივენსმა სასხლეც გამოკრა, მაგრამ მისი პარტნიორი, აგენტი ჰოლიც გარეულია საქმეში. ეს მისი იარაღია. გრეისის საავადმყოფოსთან დამაკავშირეთ. დიახ, თუ შეიძლება. გამარჯობა. ენი ვილკინს ვეძებ. ვილკინსი, დიახ, ვილკინსი. მადლობა. გამარჯობა. ენის ოთახია? მშვენიერია. ლაპარაკი შეუძლია? დიახ, ოჯახის წევრი ვარ. მაგრამ ხომ კარგადაა? უკეთესად იქნება რა? ძალიან კარგი. არა, არაფერია. მოგვიანებით დავრეკავ. მადლობა, დიდი მადლობა. აქ რა გვინდა? უნდა დავწუნდეთ, რომ ცოცხალი არაა. და რადგან შენ თქვი, რომ პულსი არ ქონდა, შენმე დაამთავრებ. არა, შანსი არა. ზედმეტი მოგვივიდა, ამაში მონაწილეობა აღარ მინდა. კარგი. მაგრამ შენ შვილებს რომ შეზიზღდები, რადგან მათთან არ იყავი, მე არ დამაბრალო.
მეწებდით? Yeah. ო, შენი პარტნიორი სადაა? გზაშია. შემოდი. აჯექი. ფეხზე რა გჯერს? მეორე სართულიდან გადმოვარდი, ხომ გესმის? You, plan on იმედი getting მაქვს, this? ხლები. Kind of morbid. ამის ალაგებას არაპირებთ? ცოტა უცნაურია. მოტივაცია დაგიქვი, რაღაცაზე მიპასუხე. ეს ტომ დოლანი. თიც შენკენ რატომ იშვერს? They do. რა ვიცი, გიჯებს რას გაუგებ. ეგ არ გეზიზღება? კითხვაზე კითხვით რომ გპასუხობენ. რაღაცეები თქვა, ფული, მოპარვა, ქალზე თავდასხმა, სიმართლე არა? Not a არა. Where's the money? ფული სად არის? What money? რა ფული? ფული, რომლის გამოც ჩემი პარტნიორი მოკვდა. ფული, რომელმაც შერონ ბეიკერი ქვრივად აქცია. ეგ ფული ტომ დოლანის წარმოსახვებშია. უმაღლესი დონის ფანტაზია აქვს. ჩემი ნახვა გინდოდათ? კი. ეს მგონი შენ გეკუთვნის. მადლობა. კიდევ გინდათ რამე? არა მორჩა. ჯონ, შენ ახალი გეგმა გააქვს? გეგმა იგივეა ოჯახის კაცო. ეს რა მუქარაა? საჭიროა? რა გჭირს? გვიძავს. შენ ენერგიას უგრძნობ. მომიყევი. არაფერი. უბრალოდ სამსახურის ამბებია. დაიძინე. რაც არ უნდა იყოს, უბრალოდ ის გააკეთე, რაც სწორი გონია და ყველაფერი თავისით დალაგდება. ასე მარტივად არა. გახსოვს ეგვინ მასწავლა. არა. შენ. იცი მივხვდი რომ ძალიან ბევრს მუშაობ. ხოლოდ იმას ვცდილობ რომ კარგად გაცხოვროთ. ხომ იცი რომ შენ და ბიჭები ყველაფერზე მეტად მიყვარხართ. რა თქმა უნდა. რაც არ უნდა მოხდეს. მინდა რომ შენ და ბიჭებს ეგ გახსოვდეთ. რა ხდება რამან? მომკლავ? არა, აგენტო ჰოლ. მე ყოფილი ბანკის მძარცველი ვარ. შენი პარტნიორის ნაირი მკვლელი კი არა, მაგრამ შენი დახმარება მჭირდება. რატომ უნდა დაგეხმარო? იმიტომ რომ ყველაზე მეტი დასაკარგი შენ გაქვს. ორივემ ვიცით რომ ეს შენი იდეა არ იყო. მაგრამ ნივენს რომ აყევი, ცუდი გააკეთე. That was a bad idea. ასე არ უნდა მომხდარიყო. არავინ არ უნდა დაშავებულიყო. მაგრამ ნივენსმა ბეიკერს რომ ესროლა, შემეშინდა. ვიცოდი რომ ეს არასწორი იყო. But you have a choice now, pal. ახლა არჩევანი გაქვს მეგობარო. რა გინდა? ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება.
საწყობის ვიდეო ჩანაწერი მე მაქვს. რა? ეს ნივენსმა არ იცის. ჩუმა დამოვაცალე შენ შეყვარებულს. ეგ დამჭირდება. პულისა და ეგეც უნდა გავიგო. ენი. შენი შეყვარებულის სახელი ეგაა, ხო? კი. საავადმყოფოდან უნდა გამოიყვანო. მოკლავს. გამარჯობა. გაიხვიძე. როგორ ხარ? კარგად ხარ? უკეთესადაც ვყოფილ ვარ. აქედან ახლავე უნდა წაკიყვანო. უსაფრთხო არაა აქ. კარგი. როგორ არ უნდა გიყვარდე? მოიცადე. მე იერსი. ტომ დოლანი ვარ. არ ველოდი რომ შენ შეყვარებულს მოიტაცებდე. იქ უსაფრთხოდ არ იყო. შეიძლება მართალიც ხარ. ახლა უსაფრთხო ადგილას ხარ? კი. მინდა იცოდე რომ ძარცვებთან ის არაფერ შუაშია და არც იმასთან რაც შემდეგში მოხდება. რა მოხდება? ჯობია არ იცოდე. არა, ჩემი საქმეა რომ ვიცოდე, ტომ. მოდი ერთად ვიმუშაოთ. ლაპარაკით შეგვიძლია მოვაგვაროთ. ეგ მეც მინდა, ვცადე კიდეც, მაგრამ არ იმუშავა. ახლა კი ჩემი გზით გავაკეთებ. ყველაფერს ჩემი ბურად გავაკეთებ. რაც გვაქვს ჩაფიქრებული, ვერ გადაგაფიქრებინებ, არა? ვერა. შენ ან ენის რამე თუ დაგჭირდებათ, გამაგებინე. შეგიძლია დამირეკო. მუშაობის ასაზე არასდროს მინახე ხარ. ვიცი რომ ჩახლართული ჩანს, მაგრამ გლამორული არაა. უბრალოდ მავთულების ელექტროგადაცემის და ქიმიური რეაქციების ერთიანობა. ხო, გლამურული გადაჭარბებულია, მაგრამ რაღაცაების აფეთქების ცოდნა. საკმაოდ მაგარი რამაა. ხომიცი, ეს თუ გამომივა ციხეში მაინც ჩავჭდები. You have to understand, I'm still going to jail. ხო, ვიცი. და ყოველ დღე გინახულებ. ხო? ხომ გესმის? სანამ პაციენტებთან შეხვედრას დავიწყებ, დაკავებული ვიქნები. ყოველ მეორე დღეს. მადლობა. რასაკეთებ? როგორ ჩაიარა? გრძელი ღამე იყო, ცუდი არაფერი მომხდარა. შენ საწოლში უნდა იყო. შენთან ერთად მოვდივარ. არა, არ წამოხვალ. განხილვას არ ექვემდებარება. მართალი ხარ. ძალიან სახიფათოა. მაშინ არ გააკეთო. უნდა დავამთავრო ენი. მისმინე, გააკეთე რაც გასაკეთებელია, მაგრამ არ ვაპირებ გულხელ დაკრეფილებ ეჩდე და ველოდო როდის დაბრუნდები.
რას ველოდებით? ნივენსი გისმენთ. ჩემთვის და ენისთვის ნორმალური ცხოვრების შანსი მინდოდა მეტი არაფერი. მარტივი ლოგიკაა დოლან, ბანკებს რომ ძარცვავ ნორმალურ ცხოვრებაზე უფლება არ გაქვს. მართალი ხარ, ჩავფლავდი. ის ფული ავიღე, რაც არ მეკუთვნოდა და ამისთვის სასჯელს მოვიხდი, მაგრამ შენ უარესად მოიქეცი. უდანაშაულო ადამიანი მოკალი. დროა მოიწურა, რა გინდა? ლაპარაკი, გარიგება რა? სახელის გაწმენდა. რისთვისაც შენი აღიარება მჭირდება. აი თურმე რა. შენი აზრით უცნაური არ იქნება იმის აღიარება, რაც არ ჩამიდენია. მაშინ უმჯობესია 3 მილიონი აიღო და გაიქცე. მეგობარო, 3 მილიონი რომ მქონდეს, ასეც ვიზამდი. მაშინ უბრალოდ გაქცევას გირჩევ. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 კარგი მცდელობა იყო, ბროჭო. I wanted you dead, you რომ დომებოდა, მოკლავდი. მზად ხარ აღიარო? Wow. ერთხოვნას შემისრულებ. ნებისმიერს. რა ხდება? გეგმები შეიცვალა. რას ამბობ? მეიერსი, გოგო, ის გიჟი დოლანი. რა მოხდა? What happened? ჩემი სახლი ააფეთქა. Fucking house. რა? დაყროვდი? ჩემი სახლი ააფეთქა. ჯანდაბა. სათხარ. სამალავთან. კარგი მანდიყავი და მოვალ. I'll meet you there. დაუჩქარე. აქ არ არის არა? ის ცუდი ადამიანი არ არის. შეიძლება ყველაფრის მერე არ მეთანხმებოდა, მაგრამ მართლა არ არის. უნაკლო არაა, მაგრამ კარგი კაცია. კარგი გული აქვს. თავს როგორ გრძნობა? უკეთესად. მადლობა. შენი მეგობარი ვინაა? ესტაზია. ჩემი ძაღლი. კეიც ხრა გუნდის წევრია. ხო, გონი არის. შენ საკოფნას მიზეზი უნდა კონდეს. ასია? ჩანაწერი მაქვს, სადაც ჩანს ნივენსი და ჰოლი აქედან ყუთებს როგორ იღებენ. თუმცა ვინ დაეჯერებს ყუთებში რადევს. ხო, ეგ პრობლემაა. ტომი მაგას აგვარებს, მაგრამ დობის მოსაპოვებლად უნდა რომ ეს კონდეს.
ხო, მე ვარ. სად იყავი? იარაღი მანახე. ხელი გაუშვი, ნელა. ორივე მოკან დაიხიეთ, კედელთან მიდით. აქედან მაგფულით ვერ წახვალ. ჯერ არა. კიდე იმ აღიარებასელი კამერის ჩანაწერი მაქვს. ხო, აბარა. შენმა პარტნიორმა მომცა. შენ ხონდა? იმ ქალს ხონდა. სულელი ხარ? იქ ხომ შენს ჩან ხარ? სულელი? გიჟი უფრო, ამაზე რომ დაგთანხმდი. შენ ბეიკერი მოკალი. გესმის? ბეიკერი. სხვა გზა არ იყო. ის სიკვდილს არ იმსახურებდა. სწორად მოქცევის შანსი მქონდა, მაგრამ არ მოვიქეცი. ახლა ეს ცხოვრება არ შემიძლია. ჩემს ცოლს და ბავშვებს თვალებში როგორ შევხედო? საკმარისია. საკმარისია. ნივენს გაუშვი. გაუშვი. მოგარტყი არა? ვიცოცხლებ. საცობი არის? საცობი? თუ სწორად მახსოვს, ვინსორში სამხრივი მოძრაობაა. გარტყი, თუ მithვალთვალებ. უბრალოდ ვცდილობ ზიანი მინიმუმამდე დავიყვანო. რაზე ლაპარაკობ? მეორე ბომბზე. მატყუე ბომბა არ არის? ხო? რა 3 მილიონს ააფეთქებ? არა მგონია. ეგ ჩემი ფული არა. სავარცხლის ქვეშია მოწმე. რადგან გვირაბში შეხვედი, გააჩერე და ნახე. Take a look. ჯანდაბა. ცნობისთვის აგენტო ნივენს ბომბა ზეწოლაზე რეაგირებს. სავარცხლიდან თუ ადგები, შენ საწოდავ ნაფლეთებს ოკეანიდან ამოიღებენ. სწრაფად დავაწყე, ასე რომ სტაბილური არაა. ხელნაკეთი ბომბების პრობლემაც ეგაა. არასდროს იცი, რას გამოიწვევს აფეთქება. ან რა გამოიწვევს აფეთქებას. მიჯახუნება ტემპერატურის შეცვლა, ტენიანობა, ერთმა დაცემინებამაც კი შეიძლება გააქტიუროს. შესაძლოა გაუნძრებლად ვიჯდებოდი და გამნაღველებს დაველოდებოდი.
What's happened? რა მოხდა? It's a dog. გაფუჭებულია. დეტონატორი არა აქვს. თუ გინდა მთელი დღე ჩაქუჩი ურტყი არაფერი ხდება. გაგიმართლა. You lucked out. დააპატიმრეთ. შვენივრად გაიგეთ. კარგი გოგო ხარ. ნამწყარი გინდა? იმ ქალს კონდა სულელი ხარ? იქ ხომ შენც ჩან ხარ? სულელი? გიჟი უფრო ამაზე რომ დაგთანხმდი. შენ ბეიკერი მოკალი, ბეიკერი. სხვა გზა არ მქონდა, ის სიკვდილს არ იმსახურებდა. სწორად მოქცევის შანსი მქონდა, მაგრამ არ მოვიქეცი. ახლა ასე როგორ ვიცხოვრო? ჩემს სოლს და ბავშვებს თვალებში როგორ ჩავხედო? საკმარისია. საკმარისია, ნივენს, გაუშვი. გაუშვი. Any? მოусმინა. Okay. დაინდობთ. შევეცდები. ეს შენთვისაა. Tom? ო, მე ვარ. ნივენსი როგორც გამოიჭირე, მაგარი ნამუშევარია. სხვა სიტუაციაში რომ ვიყოთ, სამსახურში მოგთავაზებდი. სხვა სიტუაციაში შეიძლება თან ახლაც ყოფილიყავი. მინდა რომ ჩავბარდე. კარგი. როგორც გინდა, ისე მოვიქცეთ. თამაშის დრო ამოიწურა, მეგობარო. მარცხნივ გაიხედე. ბომბა ნივენსის მანქანაში. ხო, ჩემი საუკეთესო ნამუშევარი არაა. დეტონატორი დაგავიწყდა. ვიცოდი რომ რაღაც დამავიწყდა. ძალიან დასტრესილი ვიყავი. პუნქტუალური მძარცველის საქციელს არ გავს. დანარჩენი ფული იპოვე? კი, ბევრი ფულია. ალბათ მართლა განსაკუთრებული ქალია. კი, ნამდვილად არის. Your hand on my shoulder. If you walk alone, it'll feel so much longer.
can be so much stronger. 'Cause we gon' be alright, don't fall apart. 'Cause we gon' be alright, don't lose your heart. We can make it through today. There's a light inside to guide us one step further from afraid. 'Cause we gon' be alright, 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 alright. We gon' be alright. Headlines got us feeling uneasy. People so wrapped up in what their neighbors believe in. Ooh, everybody's talking about leaving. Well, I'm gon' stay right here and pledge my allegiance. 'Cause we gon' be alright, don't fall apart. 'Cause we gon' be alright, don't lose your heart. We can make it through today. There's a light inside to guide us one step further from afraid. Oh, 'cause we gon' be alright, don't fall apart. 'Cause we gon' be alright, don't lose your heart. We can make it through today. There's a light inside to guide us one step further from afraid. We'll be alright, 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 alright. We gon' be alright. We gon' be alright. We gon' be alright. I don't know where I'd be if I didn't have you next to me. Might be lonely on these crowded streets or pouring my next drink. I don't know where I'd be. No, I was lost underground, running round, blind, beaten down and broken. Never thought that it would be you and me. You got my eyes wide open. We don't gotta change nothing. It don't matter where we've been. We don't gotta change nothing, change nothing. After all this time, through the lows and highs, made it out alive. We don't gotta change. Where I'd go, oh, if we never went and built this home, oh, it would feel like sleeping in the snow, caught in the undertow. I don't know where I'd go, oh. I was lost underground, running round, blind, beaten down and broken. Never thought that it would be you and me. You got my eyes wide open. We don't gotta change nothing. It don't matter where we've been. We don't gotta change nothing, change nothing.